კობახიძემ გენერალ-მაიორ მდინარაძეს ამჯერად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეუქმნა. სექტემბრიდან კი რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმება გამოაცხადა. მდინარაძე გააგრძელებს ვიცე-პრემიერის პოსტზე მუშაობასაც. კობახიძის თქმით, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციას მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველყოფენ. ახალციხის მეჩეთის იმამს საკუთარი სახლის ეზოში სცემეს. როგორც შევქეთ დვალიძე ამბობს, მიზეზი თურქულად საუბარი გახდა. დვალიძის თქმით, მისმა შვილმა თურქეთიდან ჩამოსულ ნათესავს ქართული საუბარი უთარგმნა, რამაც გამვლელების გაღიზიანება გამოიწვია. თავდასხმაში 15-მდე პირი მონაწილეობდა, დააკავეს 2, თუმცა ისინიც მალევე გირაოთი გაათავისუფლეს. ახალციხის მეჩეთის იმამს კი საჩივრის გატანა აიძულეს. ოზურგეთის პოლიციაში დაკავებული პირი ვერ გაათავისუფლეს, რადგან სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები ვერ მოხსნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციელი, რომელსაც ხელბორკილის გასაღები ჰქონდა, სამსახურში არ იმყოფებოდა. მოქალაქემ ამ მიზეზით 24 საათი პოლიციის შენობაში გაატარა. რუსეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ არჩეულ გზას მივყვებით, სომხეთს აქვს უფლება ჰქონდეს ალტერნატივები, აცხადებს ფაშინიანი. მისი თქმით, რუსეთის დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების შესაძლოა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დასასრულის დასაწყისი გახდეს. ფაშინიანმა პუტინთან სატელეფონო საუბარი 2 დღის წინ გამართა.